ხშირად არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც დამკვეთს უნდა რაღაც ველში, ჩამონათვალში რაღაცის დამატება, კიდე ერთი მნიშვნელობის დამატება. და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ, რომ დამკვეთი გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ჩვენამდე მოდიოდეს მხოლოდ გამოწვევები, ანუ რთული საკითხები. ამიტომ ეს ვიდეოც მაგას ემსახურება, რომ გაჩვენოთ, როგორ შეგიძლიათ თქვენ თვითონ დამოუკიდებლად რამე ველში მნიშვნელობის ჩამატება. ამისათვის ადმინისტრატორის, ანუ ადმინის იუზერი შევდივართ setup-ში. მერე გადავდივართ აქ არის modules and fields-ში. მერე ვირჩევთ რომელ მოდულში მინდა რომ ეს ჩავამატო, მაგალითად lead-ში. მერე შევდივარ სტანდარტში, დიდი ალბათობით ეს თქვენთან იქნება. და აქ ნახავთ, რომ აქ არის ყველა ის ველი მოცემული, რაც სისტემურად მიფიქსირდება. და ჩამონათვალის ტიპის ველების ადვილად საფონელია, ну ალბათ სახელით უკვე ისედაც ნახავთ, იმიტომ რომ კონკრეტული მიზნით შემოდიხართ აქ. მაგრამ აი თქვა წყაროში მინდა რაღაცის ჩამატება. 3 წერტილს დავკლიკავ edit properties და აი აქ ჩამონათვალში პლუს დავაწვევი და ახალ წყაროს დავამატებ. თქვა ტესტი. თუ რამის ამოკლება მინდა, ამით ამოვაკლებ. თუ სახელის ცვლილება მინდა, აქედან შევცვლი სახელს. თუ უფრო რთული მოცემულობა გაქვთ, მაგალითად, ისეთი ახალი ველის დამატება გინდათ, რომელიც აქაც უნდა გამოჩნდეს და თქვათ დილებში ან კონტაქტებში უნდა გამოჩნდეს, ასეთ შემთხვევაში ანუ გაჩვენებთ ახლავე რა უნდა გააკეთოთ და არ დაგავიწყოთ, რომ ეს ინსტრუქცია ყოველ გაკეთებაზე მაინც თვალი შეავლოთ ამ ინსტრუქციას. ხო, ამას დანს მივცემთ და შესაბამისად დავასევეთ, მაგრამ თუ ახალ ველს ვქნი, მაგალითად აი რაღაც ველს ვქნი, ხო? ანუ აი ტესტ ველს. თუ მინდა რომ ეს ველი გამოჩნდეს კონტაქტშიც და დილშიც, edit property-ში სანამ დავასეივებ. edit property-ში უნდა შევიდე და მოვნიშნო სად მინდა რომ ეს ველი გამოჩნდეს, მაგალითად დილში და კონტაქტში. და მერე დანს დავაწვევი. და მერე დავასევი და მერე გამოჩნდება. თუ შეგეშალათ და ჯერ დაასეივეთ და მერე გაგახსენდათ, ასეთ შემთხვევაში ჯობია დაივკავშირდეთ და გეტყვით როგორ ჯობია რომ მოიქცეთ ამ დროს. ხო, აქაც შეგიძლიათ ველების გადაადგილება და რამის წაშლას მაინც მოერიდეთ თავი დამოუკიდებლად, იმიტომ რომ შეიძლება არსებობს რამე ავტომატიზება ან ანალიტიკა, რომელიც მასთან კავშირში არის და იმას გააფუჭებს. ამიტომ უმჯობესია ასეთ დროს კონსულტაცია გაიაროთ. ხოლო თუ CRM-ი არ გაქვთ და გონიათ რომ ასეთი მარტივია, სინამდვილეში ასეთი მარტივი არ არის, უამრავი ნიუანსია და 1000-ნაირი кейსი გვაქვს და ვარგებთ ამ ყველა საჭიროებას დამკვეთის მოთხოვნებს და დაგვიკავშირდით ვიდეოს აღწერაში იქნება საკონტაქტო მონაცემები.